სესილის და ბარბარეს ოცნება რეალობად მალევე იქცა. ავარიული სახლის ნაცვლად ბავშვები დღეიდან თბილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ. ცქიფური შვილების ოჯახს კეთილმოწყობილი სახლის სოციალური პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. ცხოვრობდით ძველ სახლში, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. კედლები იყო საკმაოდ დაზიანებული, იყო საშინელი ნესტი, ქარიან ამინჩი, როგორც გარეთ ციოდა, თითქმის ისევე ციოდა სახლში და რავით, ღმერთის წყალობით, აგერ გადმოგვეცა ახალი სახლი. ძალიან მალე მოხდა რეაგირება, ძველით ახალ წელს გვაცნობეს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდა. ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან, აქვთ თავიანთი ლამაზი ოთახი, რაზეც ოცნებობდნენ. თერჯოლაში ახალმოსახლეობა კიდევ ერთმა ოჯახმა იზეიმა. უსაფრთხო სახლის სოფელ ოდილაურში მცხოვრებ ყუბანეიშვილების ოჯახს გადაეცა. 4 შვილის დედა ინეზა ყუბანეიშვილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს უკვე დაემშვიდობა და ოჯახთან ერთად ახალი ცხოვრება თბილ კერაში დაიწყო. 6-სულიანი ოჯახი ვართ, 4 შვილის დედა, მრავალშვილიანი დედა. ძალიან ავარიულ მდგომარეობაში იყო ჩვენი სახლი, ძალიან გაუსაძლისი იყო, ქარი, წვიმა, ეს ყველაფრის საფრთხე საშიში იყო. მე დაგვეხმარა ჩვენ თერჯოლის რაიონი, სოციალურად დაუცველები მოვხდით ამ პროექტში, აგვიშენეს სახლი და რამაც ძალიან გაგვახარა მთელი ოჯახი, მთლიანად შვილებით და ყველანი გახარებული და ბედნიერები ვართ. თერჯოლაში სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი სახლის გასაღები 8 ოჯახმა მიიღო. ბენეფიციარები ძირითადად ავარიულ სახლებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები არიან. ახალმოსახლეობა მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. თერჯოლის მერის თქმით 2026 წლის ბოლოს ახალ სახლს კიდევ 6 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. 2026 წელს ანალოგიურად ეს პროგრამა რა თქმა უნდა გავაგრძელეთ. უკვე შერჩეული გვაქვს 6 სახლი, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე გადავცემთ საჭიროების მქონე ოჯახებს. პროგრამის ბენეფიციარები ძირითადად არიან მრავალშვილიანი ოჯახები და ის ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ სხვა უძრავი ქონება რომელიმე მუნიციპალიტეტებში. სოციალური პროგრამა თერჯოლაში 2019 წლიდან მოქმედებს. ჯამში ახალი საცხოვრებელი სახლი უკვე 50 ოჯახს აქვს მიღებული. პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სახლებიც დაზიანებულია და დემონტაჟს ექვემდებარება, ახალი სახლების მშენებლობას ან შეძენას მოიცავს. პროგრამა, რომელიც უკვე მე-7 წელია ხორციელდება თერჯოლაში, ძალიან მასშტაბური გახდა უკვე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამოდენიმე 10 ოჯახს გადაეცა უკვე ესეთი კეთილმოწყობილი სახლი, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა საჭიროება. თერჯოლაში 2025 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400,000 ლარი იყო გამოყოფილი.